პროექტი, რომელშიც $6 მილიარდზე მეტი უნდა ჩაიდოს დასრულების შემდეგ, ასეთ სივრცედ იქცევა. MR ჯგუფის ინვესტიციები ორ პროექტს მოიცავს, რომლის მაკეტების ხილვა მსურველებს უკვე Eagle Hills-ის საქართველოს ოფისში შეუძლიათ, რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნა. MR ჯგუფის დამფუძნებელმა არ დამალა, რომ არჩევანის გაკეთებისას უდიდესი გავლენა საქართველოს მზარდმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა იქონია. მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, რომ ციფრები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აჩვენებს, შთამბეჭდავია და ამ მაჩვენებლებში მთავრობის უდიდესი მუშაობის შედეგები ჩანს. MR ჯგუფის დამფუძნებელმა ხელისუფლებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ჯგუფი მუშაობას სწორ ადგილას და სწორ დროს იწყებს. უნდა დაფიქრდეს ადამიანი, როგორ შეიძლება 8-9, თუნდაც 7%-ის მიღწევა მოახერხო ქვეყანაში. ეკონომიკური მაჩვენებელი მაქვს მხედველობაში. წარმატება ამ სფეროში იოლი ნამდვილად არ არის. ამ დროს გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ. ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს თქვენგან, რა ინსტრუმენტებს იყენებთ, რა ინიციატივებს ახორციელებთ თქვენ და თქვენი გუნდი ამ ტემპით, ამ მასშტაბით. ეს ჩვენთვის ინვესტორებისათვის გადამწყვეტია. ჩვენ ინვესტორებს გასათვლელი გვაქვს, ფულს გავაკეთებთ თუ არა, წარმატება გვექნება თუ არა რომელიმე კონკრეტულ საქმეში, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. მადლიერი ვართ, რომ ჩვენ გვანდეთ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება და გაგვიღეთ თქვენი ქვეყნის კარი. თქვენ გვექცევით არა როგორც ინვესტორებს, არამედ როგორც ოჯახის წევრებს. ეს განწყობა განსაკუთრებულია. ჩვენი წარმატებული გამოცდილება მოგვაქვს საქართველოში. თბილისსა და გონიოში მასშტაბური პროექტების შემქმნელი სწორედ MR-ის შვილობილი კომპანია იქნება. კრწანისის რაიონში 600 ჰექტარზე ახალი მწვანე ქალაქი, ხოლო გონიოში უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურით პრემიუმ კლასის კურორტი გაჩნდება. მოლოდინია, რომ ეს ორი პროექტი საქართველოში ყოველწლიურად 350,000-ზე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს და 30,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და ამავე დროს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი გადასტურება. ეს არის ახალი შეასრულებები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანული იერსახეს შექმნის ახალ ვიზიტულობის ცენტრებს და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როგორც რეგიონული ლიდერის და რეგიონის მთავარი საინვესტიციო ცენტრის სტატუსი. კრწანისის მწვანე ქალაქის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების, სასტუმროებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გულისხმობს. გონიოს კურორტი კი პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის იახტ კლუბის მოწყობას ითვალისწინებს. ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ Eagle Hills საქართველოს ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ფლაგმანი გახდება. $6.5 მილიარდი ამერიკული დოლარი. ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც ექნება უდიდესი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, ეს იქნება ორი ახალი მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი თბილისში, ისევე როგორც ბათუმთან ახლოს მდებარე გონიოში, რომელიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას და სხვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისათვის. უპრეცედენტო ინვესტიციით განხორციელებული ულტრათანამედროვე ურბანული პროექტები მალე საქართველოს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. ამისთვის MR ჯგუფი $6.5 მილიარდზე მეტს დახარჯავს და $10 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გენერირებას უზრუნველყოფს.